გამარჯობა მშვენიერო ქალბატონებო, მარტის თვეა, ქალების თვე და ჩვენ ტრადიციულად უკვე მეორე წელია ვატარებთ special episodes, ხოლოდ ჩვენი გოგო მონაწილეებით, ჩვენი community-ის ესეთი მშვენიერი წევრებით და ასევე არაჩვეულებრივი სტუმრის თანხლებით, რომელიც არის რასადროდის მოთამაშე და მარკეტინგის სპეციალისტი ამავდროულად ანა კალატოზი. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთთ თითოეულ თქვენგანს და მგონი რომ ძალიან საინტერესო ჩახლართული დღე ღამე გველის მთელ თამაში. მადლობა თქვენ რომ დამპატიჟეთ, ძალიან მაინტერესებს როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე. მან რაც ართქმულა ჩემს შესახებ არის რომ ძალიან აზარტული ვარ და თუ ამათი გამოწვევა ერთმანეთის დახოცვა არის, ჩემი გამოწვევა არის რომ არ ჩავევიო. ან რამე არ წამომცდეს, ან ძალით არ ვთქვა რამე ასე რომ შევეცდები რომ ჩემი თავი გავაკონტროლო და თქვენი თავები გააკონტროლებთ. ძალიან მომწონს ეს შემართება კი. თან ამ თამაშის უპირატესობა აქვს, რომ მე და ანა მხოლოდ წამყვანები არ ვართ სტორითელერები და ანას ექნება იმის საშუალება, რომ რაღაცები ჩახლართოს და თავისი აზარტულობა დაიკმაყოფილოს წესების ფარგლებში, რასაც თამაში მოგწევს, რის საშუალებასაც თამაში მოგწევს. კაი, გადავიდეთ მოკლედ თამაშზე. მოკლედ ეს არის პერსონაჟები, რომელთაც დღეს ითამაშებენ ჩვენი მშვენიერი გოგონები და ვნახოთ რა თამაშს დადებენ. ანაც ძალიან ჩართული იყო ამ გრიმუარის არჩევაში და მგონი რომ ძალიან საინტერესო ბალანსი გამოვა. გადავანაწილოთ მოდი ეს ტოკენები ჩვენ 10 მონაწილეზე. აი ესე დაალაგდა. ნახე უკვე ყველას მიეცა თავისი როლი. გამარჯობა, ღამე მშვიდობის. დავაღამეთ ჩვენ ქალაქში, მაგრამ ყველას შეგიძლიათ თქვენი როლის დანახვა. იმედია ის მოგივიდათ რაც გინდოდათ და იმედია ბოლომდე გახსნით ამ როლს და ისე გამოიყენებთ და ვაჩვენებთ ამ თამაშის მასტერ-კლასს სხვა მონაწილეებს და მოთამაშეებს. ეხლა მე და ანა გავალთ და კიდევ ერთხელ დავუვლით გრიმუარს და ბოლომდე ჩავხლართავთ. ვაი გამარჯობა. ბოროტების სავანეში ვრეკავთ და თუ სწორად მოვუხდით გვაინტერესებს. მოკლედ, ტრის შენი მინიონები არიან ნუცა და ნუციკი. ნუციკი. ნუცა. ორი ნუცა ესე იგი. დიახ, და განსაკუთრებით უხდება იმას, რომ მინიონები ქვიოთ და ერთნაირი სახელები აქვთ და შენი ასისტენტები არიან ორივე. მოკლედ, შენი ბლეფები არის ვირჯინი, ჯარისკაცი და მომავლის წინასწარმეტყველი, ანუ fortune teller. არიან შენი ბლეფები. გასაგებია. ეს არის სურის თმაც გვინდა და შეგვიძლია დაგემშვიდობო წარმატებულ თამაშს გისურვებ. 5 წუთში თუ არ წავაგეთ ხო? მე ბოროტების მხარეს ვარ და მე ძალიან დიდი ხანია არ მითამაშია და მგონია რომ ძალიან დავიწვი. ცხოვრებაში ვარ სიკეთის მხარეს და თამაშებში ბოროტების და ასე რომ შენი იმედი. გულშემატკივრებ კარგ თამაშს. გულშემატკივრებ მთელი გულით. დავე. დაგტოვე. გამარჯობა. გამარჯობა ხარ. ანუ აღარ შემიძლია, მართლა აღარ შემიძლია. სულ წითელი ვარ ჩაწერებზე, სულ აბსოლუტურად. ყველამ გაიგო. ამ ხალხს არ უხარია სიცითლე? მე გამიხარდება. ანუ მიხარია, ნახე ბარონიც ძალიან მიხარია. იმიტომ რომ ბარონი ხა ესეთი მინიონია, რომ რომც გავიწითლო თავი და დაფკლემში, ანუ სხვის როლადაც გავიხსნა. ანუ პრობლემა იდეაში არ აქვს ბარონს, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება და ნახე ნაკლებია ნამდვილად. ხო. მაგისტვის არის ჩემი აზრით. ერთი ის რომ ქალაქს სამცირებს და აუთსაიდერებს ამატებს და მეორე რომ მაქსიმალურად გაიწითლო ალბათ თავი, ესე ვფიქრობ. რამე ძლიერი როლის დაფკლემში რა შევიდა ეხლა მე. ორივეს ჩამოგვახჩობენ. რაც ჩემთვის კარგია. ანუ ის აღარ გვეყოლება და მეც დიდად რავი არ დავაკლდები ჩემი ენებს ალბათ. ნახე როგორი კულტურის სულისკვეთება. ზაკურული გეგმები უკვე იხლართება და მე მგონი ძალიან სწორ გუნდში მოხვდი და ძალიან სუხდები მე მაინტერესებს ვინები უყვანეთ. ესე იგი შენი დემონი და ბოლო წრის უფროსი არის ტრისი. ვაუ.
და შენი თანამინიონი არის თანასეხნია და yes. კარგია. ტრისთან ერთად თიმში წითლად არ მითამაშე არასდროს და ვნახოთ აბა როგორი იქნება. ნერვიულობს და მიეხმარე. კი, აუცილებლად მივხმარებ. მეც არ ვიცი ახლა როგორ ვითამაშე, იმიტომ რომ თუ სკარლეტი არ ყავს და ჩასტარპასება მოუწევს, არ გვინდა ეს სიტყვები. ვის რა ყავს და რა არ ყავს, ამას გავიგებთ. სარეკლამო ისე მადლობა და წარმატებები ჩვენი, იმიტომ რომ 3-7-ზე ვართ და ჭირდება წარმატებები. და გამეწერების ხარიც ვარ და აბა თქვენ იცით ახლა მადლობა დიდი. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პატარა მონაწილე სხვათა შორის, ნუ რამდენი წლის ხარ? 15 წელს. გამარჯობა სკარლეტ. სხვათა შორის მამამისიც თამაშობს. მაგას შემომიყვანა. ხო, ან მამამ შემოიყვანა თამაში. გამარჯობა ბუთა აქედან მოკითხვა. გამარჯობა ალისფერო ნუცა, მოკლედ შენ როგორც შენი როლი უკვე იცი, შენ ხარ სკარლეტი. შენი დემონი არის ტრისი და თანამინიონი არის შენი სეხნია. თანამინიონი ვინა? შენი სეხნია, ნუცუკი. აუ ეგ მაინც იტალია. მოკლედ მე გისურვებთ კარგ თამაშს. ისე ითამაშეთ, რომ მომინდეს, რომ შემდეგზე შემოვიდე და უკვე მე ვითამაშო. და გულში ბოროტების მხარეს ვარ, იმიტომ რომ ეს თამაში უფრო საინტერესოა. გონია რომ წითლებს შორის მე გავაგდები პირველი, იმიტომ რომ სკარლეტი რომ მომდის, სულ ეგრე ხდება, ასე რომ რა შემართება, ნუც არ გადავრიო. ხო და პირიქით, თუ რამე სტერეოტიპი არის, ქალთა თუ ეს თამაშობ, თუ რამე სტერეოტიპია და დრო მორჭმული აზრი, ყველაფერთან დავანგრიოთ, მათ შორის ის შენ გაგაგდებიან პირველი. აუცილებლად. წარმატებები. გამარჯობა. გამარჯობა. ქალბატონო, რეცხავო ქალბატონო. ესე იგი თქვენთვის გვაქვს ეგეთი ინფორმაცია პირველ ღამეს, რომ ქალაქში დადის ხმები, რომ ოფიკოსა და ნუცუკის შორის რომელიღაცა არის მოდელი. ჩვენიერი. მადლობა. მაკო გამარჯობა. ესე იგი, შენ სახელზე არის ინფორმაცია და ამ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თქვენ სახელზე 0-ია. თქვენ როგორც ემპათი დანარჩენს თქვენით უნდა მიხვდეთ და ეს არის სულ ჩემი როლი თქვენთან კომუნიკაციის. ფოტოშოპით ძალიან ისეთია საინტერესო, რომ წინა 8 მარტის თამაშზე ბოროტი ვიყავი ემპათის ბლეფით და ეხლა რომ ემპათი დამირიგდა რაღაცა ესეთი გამოძახილია მე მგონი იმ თამაში. კარმული. შეიკრა. მადლობა. კიდევ ერთხელ გამარჯობა, დაგვემატა ახალი წევრი. ყურადღება მარიამის ეკრანისკენ. ეს სადღაცა 10 წელში შემოგვიეცდება. რომანტიკ ეპიზოდში სხვათა შორის კი. ეხლავე დაიში და ეხლავე შემოგვიეცდება. მოდი არ გვიდა, არ გირჩევ. ოკეი. მოკლედ, მეგობრებო, მე მგონი, ვინც გამოსაძახებელი იყო, სათითაოდ გამოვიძახეთ და ინფორმაციაც ყველას თავთავისი მდგომარეობის და ფორმის შესაბამისი აქვს. ჩვენი მხრიდან მე მგონი, ჩვენი გასაკეთებელი პირველი საქმე გაკეთებულია, ასე რომ ვაანონსებ 5 წუთის ჩართვას, რომლის შემდეგაც თქვენ გექნებათ უკვე სივრცე იმისთვის, რომ თქვენი ვარიანტები ჩამოყაროთ. რა ხდება ჩვენს მაგიდაზე? მე და მარიამი კი ესე ნელ-ნელა შემოვძვრებით თქვენს ოთახებში და გავიგებთ ჩუმჩუმად რაზე ლაპარაკობთ, იმიტომ რომ მე და მარიამს როლები არ გვაქვს, რადგან ჩვენ მოგვკლეს და მხოლოდ თქვენი მოსმენა და აზრების არევა შეგვიძლია. ასე რომ წარმატებულ თამაშს გისურვებთ ყველას ინდივიდუალურად და ცალ-ცალკე მოგებას და რა ვიცი. გვაჩვენეთ რისთვის გიყვართ ეს თამაში. კი. ძალიან კარგი სამოტივაციო სპიჩი იყო და მგონია რომ თითოეულ თქვენგან შეუძლია დაუმტკიცოს ანას რომ ეს თამაში ღირს სათამაშოდ. ნელ-ნელა შუქი უნდა მცირდებოდეს და ასე მანათებდეს.
ასევე მინდა პოპკორნი მაქვს მომარაგებული და გაგიხოციათ ერთმანეთს. არა, შენში არ მაქვს პინკი. იგი ჩემში არ გაქვს. ნუ კაი მე დაგირეკე. აი გეტყვი, Undertaker. მაგარია. მე იდეაში მონკი მყავს დანახული. გითხრავიში? გაჩნია. უთხარი დამიცას. იცოდე თუ მოვყვი. Saint. ახლა? არა. დახარ მითხარი. შენს და ოფიკოს შორის მაქვს არა. ფორტუნა ხარ? ემპათი ვარ ნულით. მოიცა მოგნიშ. თან მაგარია. ეგ არის, წავედი ხა სოფიკოს, მაგრამ სოფიკო ვინმეს იყო? ოფიკო და ანა. სოფიკო ანას ელოყარი. მაგას არ ვეტყვი. კაი. ოკეი, არ ვსვათ, მით. მაშა ემპათი ვარ ერთით თქო რომ. არა მიშავს. როგორ გავცხოვოთ? რა ვიტან სამში. აი, მე ვარ ან Saint-ი. ან ვარ Soldier-ი. ან ვარ ემპათი. ოკეი, შენ გაშორსი ვარ. ან ვარ ინვესტიგეიტორი, ან ვარ ვირჯინი, ან ვარ ბათლერი. უცბად გეტყვი რომ საერთოდ არანაირი ინფორმაციული როლი არ მაქვს, ანუ არ ინფორმაციულად არ ვიღვიძებ რა, ან შეიძლება სადღაც მაინც გავიღვიძებ, მაგრამ არა. და თამაშხოლკი ვარ. ძალიან კაია ვატყობ ხვალიდან მე შემოვუერთდები ამ თქვენს ლიგას. აი, არ მინდა რომ ხა იგი სიამოვნებით დიალოგები. დილამ შვიდობისა. ლამაზო ქალბატონებო. და მოდი ამ თამაშს კიდე უფრო რო რაღაცა მეტი აზერტი შევძინოთ, ვიტყვი რომ გვაქვს სპეციალური საჩუქარი ამ თამაშის MVP-ისთვის, ჩვენი მეგობარი კომპანია Aromascan. ეს იქნება ბოქსი, რომელშიც იქნება იაპონური ჭხირები და კერამიკის ჭურჭელი, რომ ეს თქვენი სივრცე კარგად გაასურნელოთ. რა თქმა უნდა, თავის ავტოპარფუმებთან ერთად, რომელიც შენი საყვარელი სუნამოა ავტომობილში და რა თქმა უნდა, ამ ლამაზ ბოქს გადავცემთ ჩვენ სტუმარ ანასაც. და ასევე ანას გავუგზავნით BGR Games-ის თამაშ Gorgasals, ქართულ სამაგიდო თამაშ, რომელსაც მხარს ვუჭერთ ჩვენს და სტუმრებს ვაცნობთ. რა მაგარია. აი, მაგ თამაშს ყიდა მართლა მინდოდა სადღაც 1-2 კვირის წინ და ძალიან მიხარია. ჩემ მეგობარს ვეუბნებოდი ვიყიდოთ თქო და აი მომთმენი რო იგებს ეგანდაზა. კი, იმედია ერთ დღეს ჩვენც ჩავწერთ ფიზიკურ სივრცეში და უფრო ახლოდან გავაცნობთ ჩვენ მაყურებელს. კი, ძალიან კარგი იდეა. შეგვიძლია ჩემი თამაშით ვითამაშოთ. ოკეი, შენი ბურთით მოდიხარ, ხო? შენი გიტარით. კაი. მოკლედ გონი რომ мотиваცია არ გაკლიათ და პლუს აზარტი, ამიტომ შეგვიძლია დავიწყოთ ხელისაწევით. აი მე რამდენი ხელია. ანუ რა ლოგიკით დავიწყოთ? მოდი დავიწყოთ 12 საათიდან რა ესე. ლამაზად. თქვენს გისმენთ. ოკეი. კარგი, პირველი დღიდან გამომდინარე, რაც შემიძლია რომ ქალაქს საინტერესო ინფორმაცია მივაწოდო. ჩვენი ორი წითელი მიონიონიდან აშკარად ერთი ბარონი ყავს მეგობრებო თამაში და ჯერჯერობით ერთი აუტსაიდერი ვიცი. შესაბამისად ვიყოთ ფრთხილად არ მოვტყუდეთ და სადმე მეორე მინიონმა თავი აუტსაიდერად არ მოგვატყოს. ხო, აუტსაიდერი მეც გავიცანი, არის ბარონის თამაში. ერთჯერადი როლები არც ერთი არ იყო. ვისაც ველაპარაკი. და როგორც ვიცი, ფორტუნას არ აქვს. ორ ადამიანს შორის და მაგას არ გამოვიდა. მე თქვენ გახლავთ აუტსაიდერთან არ ვისაუბრია, შესაბამისად არ ვიცი ყავს თუ არა დავეჯმეს ვიზა. მე ქალაქში ერთადერთი ვოშერუმენის პინგები ვიცი, პოტენციური, რომელმაც როგორც მივხვდი თავისი პინგი იპოვა და ხო, ფორჩუნ თელერის არამეც გავიგე და ძალიან საინტერესო იქნება შეფი თუ ყავს მაგის ინფორმაციას თუ გამოიტანთ, იმიტომ რომ პოტენციურად ჩემთვის რაღაცა მდგომარეობებით უკვე გამოიკვეთა თიმები და შეფის ინფორმაცია დაგვეხმარება. ესე იგი, მე არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ მითხრეს, რომ არის შეფის ერთი.
კიდე ვიცი რომ თამაში არის ემპათის 0 და კიდე რა ვიცი. მე ვიცოდი რომ ვოშერ მუმენმა პინგი პირიქით ვერ იპოვა. всё. ხო, მოკლედ დაზუსტებული ინფორმაციები რომ გამოვიტანო შეფის ერთი წესით არის, ასევე დავამატებ იმას რომ ბარონის თამაშიც რატომღაც არ მჯერა, იმიტომ რომ მეტაგეიმინგურად, სადაც 0 აუთსაიდერი უნდა იყოს ქალაქში, ჩემი აზრით ის აუთსაიდერი რომელიც მართლა აუთსაიდერია, როგორც კი გათენდება, სანამ პრივატულებში გავიდოთ, მანამდე იტყოდ, რომ აი ბარონის თამაში გვაქვს. და სავარაუდოდ მე მგონია რომ ეგ აუთსაიდერი ბლექებში უნდა გქონდეთ. ხო, მე ასევე გავიგე რომ ემპათის ერთი ქონდა რომელიღაც ადამიანს. და ვოშერ უმენს კიდე რაც შეეხება, ვოშერ უმენს რო ველაპარაკე, თავის პინგი ჯერ ნაპოვნი აქვს. მეტი მესაკუთრება. ну, კარგი. მე აუთსაიდერს ვიცნობ, ველაპარაკე. პარალელურად მეორე ადამიანმა სამში დამიქრეიმა ერთი აუთსაიდერი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რაღაც ხრივ ჯერჯერობით ბარონის თამაშს უნდა მივყვეთ. და პარალელურად ვოშერუმენი არ ვიცი, ანუ თუ ვოშერუმენმა პინგი ვერ იპოვა, ჯობია გამოვიდეს და თქვას ვიში ქონდა ეგ პინგები და შეიძლება დრანკი იყოს და ან თუნდაც არ თქვას და ისე გავიდეს თამაში და რო Undertaker-მა ამოთხაროს. ვინმეს რამის დამატება თუ არ უნდა, მოვისმენ ნომინაციებს. აწიეთ ხელი თუ არის თუ არა და მომიწევს აღამება. ფანტას. აურანაირად ერთნაირად აწიეთ ხელი, რა გავაკეთო? სხვადასხვა. წყალი და ჩამომხრჩობის ნომინაცია პატარისია. კი. დავამატებ. ეგრეა. როცა ვისა ნომინირებ? გვანც ვანომინირებ. ამან მითხრა რომ აუთსაიდერი ვარო, შეფს დავაშორმოს, რადგან არ ვიცნობ და არც ვიცი ვინ არის, მაგათ ვერ შევუდევ. ასე რომ სეინტი თუ არა ხარ, კაი გასვლა ხარ. ბარონი რო არ იყოს, მაინც რაფი გამოდის. კონცა დაიწყო თავს? აი, აუ, რას საყვარლები ხართ. ამდენი ხელი რო იწევა, მეგობრებო, წინასწარ გვაქვს იმისი საფუძვლიანი ეჭვი, რომ წითლების ხელები შემოდის ჩემთან, იმიტომ რომ თუ მე შენთან როგორც აუთსაიდერი დავიკლეიმე თავი და შენ ეგრევე აცხადებ ამას ხმამაღლა და თან მით უმეტეს შევთანხმდით იმაზე, რომ პირველივე დღეს ამას არ გავაცხადებდით, იმიტომ რომ შეიძლებოდა რომ ჩემი აუთსაიდერობით თუნდაც თუ აუთსაიდერი ვარ, ვიღაცებთან ხელი შეგვეშალა, ან შეიძლებოდა სულაც გამეგო რომ ქალაქში აუთსაიდერია, სინამდვილეში რაღაცა საინტერესო და კარგი როლი ვიყო, უბრალოდ გამეცვალა და ეს ინფორმაცია უბრალოდ ქალაქში გამევრცელებინა. შესაბამისად 4 ხელი, რომელსაც უკვე ვხედავ, სავარაუდო აუთსაიდერზე, მხოლოდ და მხოლოდ იქნა გონდა ნუცამ დამანომინირა, ძალიან სასია ჩემთვის ეს 4 ადამიანი, ვის ხელსაც მე უკვე ვხედავ. რომთ ჩამომახჩოთ, თამაშს ვაგრძელებ და გეშინოდეთ. დავამატო შეიძლება? ანუ ერთი არ არის. მეორე ხელი აიხო დაემატა, თორე 3 ხელი იწეოდა ერთი. ანუ და მე მეუბნები 0 აუთსაიდერიან თამაში თუ რამის დამალვა გინდა აუთსაიდერით არ უნდა დაფარო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას გვირევ მაგით. We'll see. მოდი დაიწყოს ათვლა. 3-2-1 5 ხმა არის საჭირო ჩამოსახჭობად გახსენებთ. გვანცა არის ჩამოხრჩობის კანდიდატი. თუ სხვა არ იქნება, არ გაათანაბრებს ან არ გადაწონის, გვიწევს გვანცას დავამშვიდობოთ. გვანცა გამოვაცხადეთ გარდაცვლილად და დაღამდა. როგორ მოგეწონა პირველი დღე? ხო, ძალიან მომეწონა. ძალიან. მე შემეცოდა გვანცა. ამ თამაშს ვთამაშობდი და პირველი გავარდე. მაგრამ ვიცი რა, ამ თამაში ის არის კარგი, რომ გვანცა მაინც აქტიურია და ერთი ხმა აქვს. ხო. ანუ შეუძლია რომ გადამწყვეტი ხმა იყოს. გეშინოდეთო ისე თქვა რომ რაღაცას აპირებს. გეთაყვა. შენ გითხარი, ვის დაიცავ მომდევნო ღამის ის არის რომ აცდეს. მაშინ თუ ასეა რომ ვიღაცას ვიცავ რომ მომდევნო ღამის ის არის აცდეს, მაშინ დავიცავ ანანოს, რომელმაც ისეთი როლი მითხრა, აქეთ უნდა ესროს ის არის. იმედი არ ვცდები. Okay.
ნახოთ გაამართლებს თუ არა. მადლობა. ვიძახებთ ბოროტების სავანეს. არ მოდგენა არ მაქვს. სკარლეტი პრაქტიკიოთ. ნუცა სკარლეტი რო არ იყოს, ნუცას გავაგორებდი და დრანგს შევტენიდი და ეგრე. იმიტომ რომ soldiers იბრალებს და მოგვარდებოდნენ, მაგრამ ჯერ ისედაც ადრეა ის. მე ვფიქრობ მარიამს, სეინთისზე და რომელსაც აცვი. მაინტერესებს მართლა ზედის გამოწირავ თუ რამე სხვა ისიც გაქვს. ბატონო? ზედის გამოწირავ თუ რამე სხვა ხელში ჩასაჭიდით. ანუ მე რითქვა 3-ში და მაინტერესებს მართლა მერია თუ არა ვიღაც რომ მოკვდება სხვა, ან შეიძლება ჩემი მინიონი მოკვდეს და საერთოდ არ მიიღებს. მაკოს 0 რატო ქონდა არ ვიცი, ანუ მეორე ის ვინ მყავს არ ვიცი, მინიონი ბარონი არის თუ რა არის აზია. ვერ მოასწარი ლაპარაკი? არა. და რა ვიცი, ანუ თეოს და აი თეოს მოკო. ოკეი. აი. გადაწყვეტილება სიკვდილზე სიცოცხლის საკითხია საბოლოოა? კი. აი, კლაუდ თეოს. აი არ მოკვდი. ხო, არ მოკვდი. შენი ფუნქციიდან გამომდინარე, რომელიც არის მესაფლავე, ხო? გაქვს უფლება გაიგო ვინ იყო გვანცა. აც გარდაცვლილი. გვანცა იყო ბარონი და რა ვიცი, ისტორია რომ ბარონის თამაში იყო და პირველივე გასროლით მოკვდა მოკლედ. ჯუნი რაღაც ცოტა ვერ ვიჯერებ. სხვათა შორის სტატისტიკები არსებობს კლუბში და ყველაზე ხშირად მე მომდის თურმე Undertaker-ი და მჩაწერაზეც რაღაც ასე გასაგები. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა. ოკეი, რა დაიჯერდა რა არა ეს მხოლოდ ჩვენზეა, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ინფორმაცია მოგაწოდოთ. დანარჩენი აწონეთ და გააკეთეთ სხვა დასკვნები. მადლობა შემოერთებისთვის. უცხალივა და მოვედი თქვენ ამ მოვახციე ისე. ხო, ჯერჯერობით ცოცხალი ხარ. და ჩვენ მოგცეთ ინფორმაცია შენი მეზობლების შესახებ. ეხლა არის ისევ 0 და შევხვდებით შემდეგი გაღვიზებისას. აბა დროებით. დროებით. გათენდა, მაგრამ ყველასთვის არა. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ გამოგვეთიშა თეო. yes, მაგრამ ნუ თეო ჩვენთან ერთად რჩება და ველოდებით მის შემდეგ მისი ხმის გამოყენების დროს ყველა ფუნქციას ვისთანაც რა გქონდა სათქმელი მე მგონი ვუთხარით და ერთ-ერთი ის ხეთა გვჩენია რომ ახალი დროის ათვლას გავთოთ. 5 წუთი პრივატული საუბრებისთვის. შეფის ერთი ფაქტობრივად თამაში არ მოხსენით. შეფის ერთია, შენ გაქვს 0 ეხლაც. აქ შენ 0-ში არ ზიან, მაგას გეტყვი. ანუ ძალიან ძლიერი ინფორმაციაა ეგ, შენ თუ დრანკი არ იყავი. ხო და ეგ მაინტერესებს ახლა ვიპოვი თუ არა მაგპინგს, არ შევალ როგორც ოშერუმენი და ნახავ რას მეტყვის. ოკეი, კარგი. რა მოთხარ შენი აზრით? ბარონი. არავინ. ახლა ანუ მაგას ძალიან მარტივად გავიგებთ მე მოწონებული ვიყავი თუ არა. რეკლუსი იყო ალბათ და მაგიტო ბარონი თუ ამოთხარე და ეგ ერთი აუთსაიდერია, 2 ხო უნდა ყავდეს მინიმუმ, სხვა არ იხსნება არავინ ჯერჯერობით. ხო, მე არც მაგისთან არ გამიგია რა როლად გაიხსნა, ანუ არც გახსნებს. სავარაუდოდ რეკლუსად იხსნებოდა და ანუ ეგრევე შემომახტნენ და ნუცას თემაში ძალიან უცნაური არის რომ გადაწყვეტა რომ ეგრევე ყოველგვარი ჩემთან ლაპარაკების გარეშე ხმამაღლა გაიჟღერებინა და დანარჩენებით ძალიან სწრაფად აყვნენ რა. ვითომ არისო ბევრი ხელიო, მაგრამ 4 ხელი აიწია ეგრევე როგორც კი დავდავნერდი. თან მით უმეტეს ერთი შეიძლება ნუცა იტყუებოდა. მეორე იქნებ რა აუთსაიდერი ვიყავი, მესამე იქნებ მართლა ვიღაცას გაუცვალე და სინამდვილეში არ ვიყავი აუთსაიდერი.
მეოთხე ანუ სეინთობას არ ვიბრალებს, მინდა სეინთობას დავიბრალებ ეგრევე და მაშინ რაღაც დავქლიარდებ შევინახავთ. აი არა, პირველი დღის მკვდარი ხარ, მარტო შენ გეტყვი ჩემ როლს. ნუ იდეაში ვისაც ვისაუბრე, ანუ არავისთან მომიტყუებია, როლები არ გამიცვლია, პროსტა ინფორმაცია ვუთხარი რა და მერი ვარ. აქედან გამომდინარე, ხო, ძლიერ როლებსაც არ ვიქლეიმებ, რომ სადღაც არ გავიხრიტო რა, ჩემთვის ვზივარ სეიფად ცოტა ხანი. Are you kidding me? Double claim-ია. მერის? Yes. დავსიძახე. What? არ ვიცი, მე არ შემიძლია. მე ვარ. ცნაურია, ღმერთო ჩემო. შენ დავინახე მე და ჩემი როლი არ იცოდი. მე შემოვიდი აქეთ გითხარი. ანუ რეალურად რაღაც ბლეფიც არ მაქვს აღებული ან რამე ეგეთი რა, ანუ ყველა ვარიანტი ჯერა შენ. ჯერა შენ სპაი ხარ? ხო, ანუ მე თუ სპაი ვარ, ისაც ყველაფერი ვიცი. შენ თუ სპაი ხარ, მაქსიმუმ ნოცუკისთან ერთად იყო გუნდში. ნახე მე თუ სპაი ვარ. ისედაც ყველაფერი. კაი, Undertaker-ია მარიამი. შეგიძლია ეგეც დაიცვა. ოკეი, და სხვა რამე? სხვა ჯერ ისეთი არაფერი არ ვიცი, მაინტერესებს ახლა. წითელი არა ვარ. ბოლო 3 როლს შეხედე თამაშმოუკების და მან დავარ. ბოლო 3. სლეიერი, სოლჯერი, მერი. აუ, ხო ვითხარი რომ სლეიერი ხარ. ჯერ ინფოები მითხარი. აი, მე ვარ ემპათი 0-ით. ვაუ, 2 დღის. ამიტომ მითხარი სლეიერი ხარ? დიახ. მარსალს ესროლე რა ხო? დღესვე მონკი მიცავს. ანუ ნახე, ჩემს ანუ ადამიანი რომელიც ჩემს ნულში მჯდომა ვოშერვუმენმა იპოვა, აქვს მარსალზე კი და თავის ვოშერვუმენზე. და პოტენციურად ეს კი მარსალზეა და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა გასროლა. კაი. აი, ვისურვი და ეგ სწორია და პრობლემა არ მოხდა, აი ძალიან შოკი ხდება. აუე. ამბები ესე ცოტვისგან ყურები მეწვის. მე არ ვიცი აქ ხალხი ისეთებს კადრულობს. ბატონო, მე თუ ვიწყებ, მაშინ ესეთი რაღაცის გაჟღერება მინდა, რომ მე რო გამოვიტანე, რომ სადღაც ემპათის თეო იყო, ზუსტად ეგ ემპათის ერთი. და თეო მოგდა რა. სავარაუდოდ პროტოტიპები მიხვდნენ, რომ თეო იყო ეგ ემპათი. და რა ვიცი, შესაძლოა მაკო ანანოში იჯდეს ერთი პროტოტიპი. ბოლო ვოშერვუმენმა იპოვა პინგი თუ ვერა? მეც ეგ მაინტერესებს. თუ ვერ იპოვა, მაშინ დასასრულია. თუ გინდათ, ჩემი დრო რო იქნება მაგ ყველაფერს. კარგი, მე მინდოდა ისე, ხო, ვოშერვუმენი მინდოდა იპოვა თუ არა თავისი პინგი და პარალელურად მითხრეს, რომ ინვესტიგეიტორის პინგში ვარ რა მინიონად და მაინტერესებს ეგ ინვესტიგეიტორი პირველ დღეს სად იყო და რატო არ გამოიტანა თავისი პინგები და მაინც მეორე დღიდან რატომ იტევენ. აი ეგ მაინტერესებს მარტო. მეტი არ ვარ. ხო, მე არ ვიცი ვოშერვუმენა პინგი იპოვა თუ არა კიდევ ვერ გავიგე და ასევე გვანცა სავარაუდოდ იყო რეკურსი, იმიტომ რომ ბარონად ამოითხარა და სხვა შემთხვევაში ბარონად ვერ ამოითხრებოდა რეკურსი რო არ ყოფილიყო, სხვა აუთსაიდერი არ იხსნა. ალბათ თუ Undertaker-ი ბოროტი არის. ხო, ლოგიკური ამოთხრა იყო, თუ გვანცა რეკურსი იყო ბარონი. ან თუ ბარონი იყო, ესე იგი მაინც ბარონის თამაში დასტურდება, ან გვანცა ბარონი ვერ გამოდის, ალბათ ერთადერთი ხილული აუთსაიდერია, როგორც ვიცი და მაგას იკრეიმებს. ხო, მარიამ მაინტერესებს ვისთან ერთად ხარ ინვესტიგეიტორის პინგში და რა პინგში ხარ? არც ეგ არ ვიცი, უბრალოდ შემოვიდნენ და მითხრეს, რომ პინგი გირტყავსო. შეფის ერთი თუ დასტურებული გვაქვს. მე ნუცას ნომინაცია გვანცაზე არ მომეწონა, გვანცა რაც არ უნდა წითელი იყოს ან აუთსაიდერი იყოს. პირველ დღეს ყოველ შემთხვევაში, როცა აუთსაიდერი იხსნება, ბარონის თამაში უნდა ითამაშო ერთი დღე მაინც რა და მე ინფოების მიხედვით გააკეთე. ნუცა იქნებოდა დღეს კარგი ჩამოხრჩობა და თეო თუ ემპათი იყო ერთით, შეიძლება გვანცა ჩაქრა და ნუცა ანანო იყოს ეგ შეფს ერთით მადლობა. აი მე ნუცას საუბრის ხაზს გავაგრძელებ ნუცასთან დაკავშირებით მეორე მხარეს რომ ეძის იგივეს ვიტყვი მეც რომ ძალიან უცნაური იყო ეგრევე მაგის თქმა და ეგრევე ხელების აწევა. თვითონ ჩემთან Soldier-ი ან Slayer-ი დაიკლეიმა, რაც ბლეფების საუკეთესო ვარიანტი არის ხოლმე წითლებისთვის და მეც მაკეთ მივხვდები, რომ რაღაცა არ მომწონს მაკეთ მხარეს და იმედი ვწდებით და რაღაც უბრალოდ
დაბნეულობა იყო მისი ქმედება. პლუს ამას ხო შეფის ერთი გაჟღერდა როგორც ვიცი ქალაქში და შეფის ერთის ეჭვი ეგ მაქვს რომ მე როგორც რეკლუსი ვიყავი კი ბატონო და ვიღაცებთან ეგ პირველივე დღეს თქვი რომ რეკლუსი ვარ მეთქი და ვერ ვიტყვი ვინ ვერ იტყვის ახლა იმას რომ რა მოითხარა ახლა იძახისო შეიძლება ყოფილიყო ვარიანტი რომ ჩემი და ნუცას დუეტი რეკლუსად წარმოდგენილიყო ერთის სახით შეფთან მაგის გარდა კიდე მინდა ვთქვა ესეთი რაღაცა ქალაქში რომ დაბლ კლეიმი გამომიჩნდა ოღონდ ძალიან უცნაური ერთი როლის სახით ანუ მეორე უნარის სახით რა ანუ ორმა ადამიანმა ერთი და იგივე როლზე მითხრა რომ ვარო ერთმა მითხრა როლი პირდაპირ მეორემ მითხრა უნარი რამე ცოტა დამაეჭვა და იმიტომ რომ ჯერ იმა და მეორე ადამიანთან საუბარი ვერ მოვასწარი დღეს და წინა დღეს იყო გამბავი ჯერ არ გავაჟღერებ მაგრამ ეგეც ცოტა მეუცხოა ეხა ფიქრობ რომ ქალაქმა ნუცასკენ უნდა აიღოს რატომღაც გეზი თუ არ მეთანხმებით ოკეი ხო თლიანმა ქალაქმა მითხარით აუთსაიდერი დაანომინირეთ მე თვითონ ხელი არ ამიწევია და ეხლა მაგის გამო მე თუ მაგდებთ ოკეი გავალ მაგრამ ცოტა რაღაცნაირია მე გეტყვით ხა ანუ ნუცას არ დავიცავ რა თქმა უნდა და ჩემ გუნდში არ მოვიაზრებ თუ ორივე ლურჯები არ ვართ ლურჯების გუნდში უდატონა მაგრამ რაღაც ინფოები გამოგაქვთ იქ ემპათის ერთიო და მე საერთოდ 0 გავიდე შეფის ერთ სამოხ და შეფი არ აცებობს ანუ იგონებთ ლურჯები იგონებთ ინფოებს და წინა თამაშს თუ უყურეთ მაგ გამოგონილი ინფოებით რა ხდება გეცოდინებათ წავაგებთ გამოგონილი ინფოებით ხალხო აბა თქვენიც ეგეთ მე გეტყვით რომ ვოშერუმებმა თავისი პინგი იპოვა და არც ერთს არ გავხსნი ახლა ამ ეტაპზე გვანცა ჩემი გადმოსახედი ანუ უეჭველი ლურჯია და რეკლუსი იყო ნამდვილად და ძალიან ტყუილად გავაგდეთ გუშინ თეო ვოშერუმებმა რა როლი იპოვა ეგ მაინტერესებს მარტო მეტი არაფერი მონკი იპოვა შენ ანომინირებ ნუცუკი ტუტლუც ოკეი მის პრობლემას ხო, ყველაფერი შეიცვალა, იმიტომ რომ მაგო ყოფილა ემპათი, რომელსაც აქვს ნულები. თუ ტრისიც ლურჯია, ანანუს ლურჯია, მე ჩემ ტოკენში ხედავდა ლურჯი ვარ. შესაბამისად მარსალი დაინახავს თავის ტოკენს და იქნება ლურჯი. ჩემთვის ნუცუკი ძალიან კარგად ჯდება წითლის კანდიდატად, თუ გვანცა იყო რეგლუსი და შეფის ერთი გვაქვს ქალაქში. ანუ შეფის ერთი გვაქვს, ანუ გრიმუარი რო გაიშლება და ამოტრიალდება შეფის ერთს, ანუ შეფს დავინახავ, იმიტომ რომ არ ვიცი ვის დაუჯერო, ბევრი ინფორმაცია არ მაქვს. საათის ქვედა მხარეს სულ ერთმანეთთან საუბრობ და საათის ზედა მხარეს სულ ერთმანეთთან და ანუ რავი, ჩემი ბრალია რომ ვერ ვესაუბრებ ერთს, არ ვიცი. რატო მანომინირებთ მაგასაც ვერ ხვდები, მაგათ რომ ემპათი იყო ემპათი არის 0-ით და კიდე 0-ით, ანუ აკლეარებს ტრიის, თეოს, ანანოს და ზემოთ ჩემს გარდა ვერავინ ვერ ნახე, მაინდა მეც მერდო ვერ წითელი. ეს იყო თავდაცვა. შეგახსენებთ, რომ 4 ხმა არის ამ შემთხვევაში უმრავლესობა და ჩამოხრევისთვის საკმარისი. აუთან ამ რამეს ვიკითხე, გეხოტებით კითხულობ რა გვანთა მე რა დინ გაგეხსნა. პირდაპირ ეგრე მეკითხები? კი, პირდაპირ ეგრე გეკითხები. მე გავეხსენი, იმიტომ რომ მე ვარ მე. ანომინირებ მარსალს შეიძლება. 3 2 მარსალს გვანომინირებ. მე და მაკო. ესე იგი, მარია მარსალი 2 დღეა რაღაც სხვადასხვა რაღაცებს იძახის. ასევე როგორც თვითონ თქვა მინიონის პინგში ვარო და რა ვიცი მე მჯერა მაგის ანუ თავიდან ვაფშე მეგონა რომ იყო თვითონ ინვესტიგეიტორი იმიტომ რომ ანუ სამში მითხრა ერთ-ერთი ორი რაც მითხრა უკვე სხვაზე ვიცოდი ნუ თვითონ არ გამოდგა ეს რაღაც და მაგის მერე კიდე დაამატა ის რომ მერია რაც ჩემთვის პირდაპირ პინგია და მინთეს რომ ადამიანი წითელია როდესაც თან კიდე სხვა პინგები ურყამს ესე ვთქვათ და თუ უნდა მაკომ დაამატოს ის ხო შეიძლება რომ დავამატო მეც იგივე შემიგდოდა მოკლედ მარიამი არის ფორჩუნთელენის კიში რაც ყველაზე დიდი მიზეზია მარიამის გასაშლელად მეორე ადამიანი კიში იყო თეო და თეო მყარია
შესაბამისად, ვინაიდან რაღაცა ეტაპზე მე სოციალურ უფრო მეტად ვენდობ მირჩევნი ამ პინგებს გავყვეთ და ჩემთვისაც 3 წითელი ზის ნუცუკი მარიამი ნუცაში ამ ეტაპზე და თუ გავა ეხლა ამ თიმიდან ერთ-ერთი მნიშვნელობა არ აქვს უკეთესი. მარიამ თავდაცვა და ის არის ჩამოიღეს. პირველი ნუცუკი შეყენებულია და გადაწყვეტილება ვიღებთ ეგერთი თუ მინდა რომ ნუცუკის გავიდეს მაკო მე მეორე მითხრეს რომ ინვესტიციის შემოვიდა ჩემთან და თვითონ მითხრა რომ ინვესტიგეიტორის პინგში ხარო და ინვესტიგეიტორის არა მინიონის პინგში ხარო და თუ ფორჩუნ თელერის კი არის მაშინ მინიონის პინგში რანაირად ვარ და მე მესამე გვანცასთან შევედი თავიდან მე და გვანცა დავჭით გარეთ მივანიშნე რომ ხალხის ხმები მჭირდება რომ ბოლოს ამში მოვიგოთ ხო მე რა გავეხსენი მინიშნებებით მე გამოვედი და ყველასთან არასწორ როლებს ვიძახდი იმიტომ რომ ანუ არ მინდა რომ ჩემი როლი გავხსნა რა თამაშობ ისე რომ ჩემი როლის დამალონ სურს განსაკუთრებით მერის მე შევდივარ ნუცასთან დღეს და ნუცას ვუხსნი რომ მერი ვარ რომ იმიტომ რომ გვანცა უკვე მკვდარია და გვანცას მე მემჭირდება ერთი ცოცხალი ადამიანი მაინც რომელსაც ესოდინება ჩემი რეალური როლი და ნუცას გავხსენი ეგ როლი უბრალოდ თუ მე ბლეფი არ მქონდა პირველ დღეს და გვანცასთან მე რაც გავიხსენი მეორე დღეს მაინც მექნებოდა ბლეფი რადგან შეტევაში იყო მეორე საუბარით მეც აქვე ვიტყვი არ ვიცავ ესე სრულფასოვნად მაგრამ ვიტყვი იმას რომ პირველ დღეს არაბისთან არ შესულა და მაშინ დემონი უნდა იყოს რომ ეგრევე ჩემთვის მერი ეთქვა რა და ნუციკოკი და მეორე დღეს შემოწეს და მერი ეძახის ანუ ხალხო რავი გასათვალისწინებელია ეგ ამბავი ორტმას იშია გვანცა Okay, ანუ ორი სიტყვით ანუ არა დაატრიალე მარიამი რეცერინგს ათხარ განხილავს რომ შენი ფორჩუნდელერი რეცერინგი არ არსებობს თამაში შეიძლება თეოც იყოს ეგ რეცერინგი ეს წამი ანუ ნუმერუულობ ნახე ანუ ნუცუკი ეხა ბარონის არაჩვეულებრივი ვარიანტია ჩემი აზრით ერთი ეგ ბარონი გადის ეხა თამაშიდან და მოდი გავიდეთ ნუცუკი მოკვდა და დაღამდა სალამი კიდევ ერთი გამარჯობა ფიკო უცებ გითხარი შემდეგი წლისთვის ვის შველის შენი სამკურნალო ხმა კი ბატონო მოკლედ მე ზოგადად თეთრ რაღაც მგონია რომ ეგ ფორჩუნ თელერი საუბრობთ ტრისია და დრანქია მაკო ემპათია ნამდვილი და მოდი ისე ანანოს დავიცავ, იმიტომ რომ თეთრესი დრანქია დიდად მაგის სიკვდილი არ არის ამაშენებს. Okay. მადლობა. ანანოს დავიცავ. მადლობა. Okay. ძალიან ცუდ დღეში ვარ. გამარჯობა ბოროტების სავანეს. გავაგე, მაგრამ ანანოს გავიყო. ანანოს გაიყოლებ, okay, მადლობა. კარგად. დოქტორა. აკა. ვერაფერს ვერ გაიყოლებს ხედა. სად უშველა ჩვენმა მღვდელმა ანანოს. ბრავო მღვდელს, ბრავო. გაყვარლავე. მაკო, ის მოვიდა რა ქვია, მტრედი და მოიტანა ინფორმაცია, რომ წინა დეპეშა იყო არასწორიო და ეხლა ერთიაო. ვიღაერი გავაკეთეთ? დაგთხოვ დაგტოვეო. და ჩვენთვის რო ეგეთი კითხვების დასმის უფლება არ გაქვს აქამდე არ იყო ეს ინფორმაცია. შენი იმედი მქონდა რომ რაღაცას მეტყოდი. აი, არა ძალიან კარგი მოსწავლე გამოდგა ჩვენი სტუმარი და ვერ წამოაჩნდა სიტყვას. მოსწავლეები მყავდნენ 3 იქიდან. კი. მე საფლავე. გამიხარდა. ამ ქალაქში ვინც კი გდება, ყველა ბარონად გესახება, მოკლედ. ესეც ბარონი. კიდევ ბარონად დავუთხარ. ახლა მარსელს გავაგდებ და ეგეც რა ბარონად ამოვთხარ. არ ვიცით. მადლობა დაგტოვეთ თუ შეიძლება. დღემშვიდობისა ამ მშვიდობიან ქალაქში მოგესალმებით. და პირდაპირ გაძლევთ კიდევ ერთ 5 წუთს მსჯელობისას, რადგან დღეს არავინ არ მოგვდა. ანანა და მარიამი კიში? კი. ნახე, აი აქ გიზის ჩემი აზრით რეცერინგი. ნახე როგორ რაღაცა. ანანოს კლავდნენ. ანანო მითხრა რომ მე მუნქი მიცავსო რა. ანანოზე გაისროლეს. იცოდნენ რომ უნდა მომკვდარიყო წესი და მე მომწამლეს, იმიტომ რომ ნუცაზეც გამეგო 0 და დაქლეარებულიყო. მონქმა დაიცვა ანანო, მე შევრჩი მოწამლული რეალურად და ნუცაზე ვეღარ გავედი.
ესე იგი გამოვადი რომ ჩემი სწორი ინფორმაცია. შენი სწორი ინფორმაცია წესით. აუანანო მინდა აუ ეგ თუ ეგრეა და მე ეს ახლა მივხვდი სწორად. ნუცა მოდი აბა მოდი გითხარი ასე. გამლახენ უკვე, გამლახენ, შენც რომ მოხვედი, კაი დროსი. ამოხსენი. ამოხსენი. არაქენი მითხარი. გეუბნები ჩამოხსენი. მე ჩამოვხსენი? მე მესროლენ? რა? შენ გესროლი გოგო. არ ვიცი, სულჯერ დიდალბათობით არ ყავს და სავარაუდოდ შენ გესროლეს და პრობლემა არის იმაში, რომ ეგრევე რომ შენ შემოსულე ყავი Soldiers and Slayers. ნუ წაიკლეიმებს. ნუცი კორეა, ნუცი არის სოდნენ. ეხა ჩემი აზრით, მაკო არის საერთოდ არის პოიზონერი. ან პოიზონერს ამიდანვე დრანკია შეიძლება, ანუ ნუ გავიცი. არა, ერთი წამი. მე რო ვარ თამაში დრანკია. ანუ გუნდი არ მიჯდება თუ მაკო და ტრისი ორივე ლურჯია. არსად არ ჯდება სამი წითელი თუ ეს მურნი არიან ლურჯები და მაგასთან არ ხდება აი ამბავი. შეფი ვინ შემოაგდო? ბარონად. თურქია მოითხარა ბარონად. ბარონი იყო, უეჭველი ბარონი იყო კაცო. აი ბარონი იყო. უეჭველი. ნუ წამოთხარა ბარონა. კი, და ჩემი აზრით, ეგ Undertaker-ი არის ბლეფი საერთოდ. Fortune Teller-ი არის დრანკი და იმპათი არის ჯანსტარი. ვინი ბრალებს Undertaker-ს? მარიამი. გოლეთიანი. აუ. და ვაფშე შეიძლება იყოს Spice და იმის თამაში, Spy Baron-ის თამაში. და ნუცამ რომ მარიამ შეუტია ეგ ძალიან ხელოვნურია რა, იმ რაღაცებს აკეთებს ხოლმე. რო აი თავის წითელს კი, თავისივე ეგრეც ვფიქრე, რომ ბარემ თავისივე შეუტია. კარგით, მე გამოგიტანთ ინფორმაციას, რომ Undertaker-მა ბარონი ამოთხარა. ასევე ყავს Monkey და Soldier გრიმუარზე, რომელიც გამო გაიმაცა ქილი, არ ვიცით, ჯერჯერობით. მაგრამ ორივე შეიძლება. რატომღაც მგონია, რომ ნუციკო და მარიამი ორივე წითლები არიან, მარსალზე მაქვს საუბარი და ერთმანეთის დაფქლეიმში შევიდნენ. აი ეს მგონია რატომღაც. ხო, ოკეი. ჩემთვისაც იგივენაირად გრძელდება ზუსტად ეგ სამეული რჩება ისე იმაში, ერთი უცებ იმას ვიტყვი, რომ მე ინფორმაცია შემეცვალა დღეს, მაინც ქალაქმაც რო იცოდეთ, ვისაც ველაპარაკე იცოდა, ვიცი რატომ, ანუ მაქვს იდეა რატომაც მოხდა და დანარჩენს ნომინაციაზე ვიტყვი. მე გაკრას მაგოსთვის შემთხვევით ინფორმაცია ხო არ შეგეცვალათ ხო, იმიტომ რომ სავარაუდოდ მაკოს ახლა პოიზონი მოხდა და ნუც არის ბოლომდე. კაი, გავატაროთ დანარჩენი ნომინაციებში? თანახმა ხართ? ხო. ვანომინირებ ნუცის. მაშინ თუ მეზობლები არ შეცვლათ პოიზონი ეხლა მესამე დღეს. მე დავანომინირებ და ყველაფერს მოკლედ. მაკო გისმენთ? ანანო, წინა დღეს მითხა რომ მონკი იცავდა და როგორც ვიცი დაიცვა. შესაბამისად დაგეგმილი იყო რომ უნდა მოეკლათ ანანო და მომწამლულიყავი მე რითიც დაქლიარდებოდა ნუცად ემპათის ნოლში. თუმცა სამწუხაროდ ეს ყველაფერი ჩაიშალა, მე დავფოიზონდი. ანანო ვერ მოკვდა და შერჩათ უბრალოდ შეცვლილი ემპათის ინფორმაცია. Happy ending. ხო, შეხედეთ, შეფი ვაფშე არ ვიცი არსებობს თუ არა. მე ვიცოდი რომ ანანო მონკი იყო, არც განვიხილა იმას რომ მე მესროლეს, იმიტომ რომ მე მაწითლებთ. და მე პლუს მინუს ვიცი Undertaker-ის თაძის და ნუც იყო თუ გავუშვით ბარონად. რატო არ მატყობს იმის დაპოიზონება უფრო ვიდრე აი ვიღაც თქვენ გაიდავა პოიზონ. თუ ისა მოითხრება ლურჯად და კიდე ვიღაცას გავაგდებ თუნდაც. მარტო ერთმანეთს მე ჩამოწიეთ ბრებმა ხელი. არა ჩამოვტევთ კაცო ვღადა ყველა საწეული გაქვთ კონსოლტი. არ დავტოვებდი ხა მაგას, მაგრამ ეგ უნდა გეკრეთ დამადმინდა მაშინ. ეხა აი ამდენში წითელი არცი იღადო. აი, როგორ მიდის თამაში რა სიტყვი? კარგად მიდის, მაგრამ ეხლა რაღაცა არ მინდა რომ просто მაკო ძალიან დარწმუნებულია ტრისში და ეგ მომწონს რომ მაკო ტრის ძალიან გულით იცავს თან ერთი დარჩა მარტო წითელი ხო? ხო, ძალიან მოაკლდა იმას თავისი ბოროტები. კაი, მე მგონია რომ მაკოს ნული უნდა დავტოვოთ, ახლა უნდა დავტოვოთ იმ წმენა შეწაღან დაპოიზონებული იყო, დანარჩენი თავისით დაგაგდება. ძალიან ჭკვიანურია. Hello. ისევ ანანოს დავწავმოდე. Okay. Okay, მადლობა.
რას მეუბნებოდი? ხო, უბრალოდ ისრის მწყორსნელისთვის, აი მაკოს ვენის გადაჭრა, ანუ ისრის მწყორსნელი კარგავს ფუნქციას და ეხლა რო ტრისმა ოფიკო მოკლას, შემდეგ სვლაზე ავტომატურად კლავს ისრის მწყორსნელს. ხო, მაგრამ ერთ გუნდში თამაშობენ რა და ეგრე არ ვიცი, ეგრე თუ გაიმეტებს შეიძლება პირიქით. არა, ვინ ტრისი და ოფიკო? არა, ტრისი და ანანო, ანუ ერთმანეთის ჯერათ მაგას. და ეხლა ტრისმა ოფიკო მოკლას, ანუ ავტომატურად ანანოც კვდება. შემდეგ წრეზე, იმიტომ რომ იმას აღარ ყავს მკვლელი და მაკო ტრისის მხარეს არის. ხო. არის ეგ სცენარი. მაგ სცენარის განვითარების საშუალებაც ნამდვილად. იმე რა ვქნა? ასეთი დეპრესიული დემონი არ გვინახავს. რო გიყურებ იმ ქოლებზე, გადასარევად აფირის. ხო, რომ მარტო ვერ გავხატ კარგი ადამიანებს ხდობა. კარგად მოხდა. სეინთი რო ახატია. მაკო იყო შეხარეს არის, რაღა მარტო. მონკი იყოს თამაშში. კარგი. აუ რა ვიცი, იქნე მე მაგაზეც წავიდნენ და იეჭვა. კლავს მარიამს სეინთი რო ახატია დედაზე. ოკეი. ხედა რამდენი სცენარი. აი რაღაცა თამაშობს, სესხლე თამაშება რა. ვადრი არ ვიზარდი ოფიკოს მოვიშორებდი რა. იმიტომ რომ ერთი გასროლა და უკვე ან ოფიკოს ან სლეიერს პირდაპირ. არა, ხო და სლეიერს არა, სლეიერი ხო ვიცი წინას დაიცვა და არის შანსი რომ ეხაც იცავდეს, ანუ ოფიკოს მოვიშორებდი. ხო. ოფიკოს ადგილას შეიძლება ჩემი თავი დამესვა, ანუ მოკლედ რა ხო უცნაურია. ოკეი. მაკოს რას მეუბნები? მე დავიჯდება ტრისეს. მაკოს 0-ს მეუბნებით ისევ რა. გამარჯობა. ცოტა უხერხულად გამოგვდის ყოველ ჯერზე რაღაც ახალს რო გეუბნებით, მაგრამ ამჯერად ისევ 0 და აი, თორებით. ადი ხე ფიქრი შენთვის. ეხლა ვისკენ ხარ, ანა? იცი არ ვიცი, ანუ მომწონს ეს მაკოს რო ვატრიქსტერებთ და ტრისი რო მარტოა, მაინც ბოროტებისკენ ალბათ ერთია. მაგრამ მინდა რომ ისე რა, გემრიელად ითამაშონ. ბოლომდე ყველა შანსს გამოიყენოს. შენ რა როლით ითამაშებდი? ანუ რა თქმა უნდა, ტიტელი. დევილის დიდი სიამოვნებაა. ოკეი, ნახოთ როგორ წავა. გამარჯობა კიდევ ერთხელ დღევანდელი დილა არ აღმოჩნდა მშვიდობიანი და ჩვენი ანგელოზის მაისურიანი მარიამი გაფრინდა თავის 10 გარდაცვლილ მეგობრებთან. და გაჯდა სიკვდილის ბუზი მარია. გაისროლეს რომ ეგ ეჩალეჩათ რა. ანუ ეხა დიდი ალბათობით თუ ნუცაუში და ის მაკო და ტრისი სიმართლეს იძახიან მაშინ გამოდის რომ მარსალი არის დემონი, ერთადერთი ვარიანტი არის ეგ, რომ მარსალი უნდა იყოს დემონი. მე მაგაში დღეს მქონდა ეგ თეორია, რომ ვერსად ვერ ვსვავდი სამ წითელს, თუ მაკო და ტრის შორის ერთ-ერთი მაინც არ იყო წითელი. ხო და უბრალოდ ისეთი ორგანული და ბუნებრივი იყო მაკოს ამბავი, რომ მე ჩემი ციფრი შეიცვალა და ამ დროს შენ მე მიცავ და ქილი არ ხდება, რატო ეცვლება, ანუ ვერ როგორ უნდა დაესვათ ეგ ყველაფერი ეგრე არ ვიცი, მითამაშია წითლად და ეგრე ვერ ვსვავ მაგ რაღაცებს, რა ვიცი. ხო და მე მგონი რომ ეხლა ჩემი ფუნქცია ეხლა უნდა შევასრულო, ოღონდ არ ვესროლო მარსალს, იმიტომ რომ ხელით გაიყვანთ მარსალს და ვესროლო ვინმე სხვას. ხო? მე მგონია რომ მაკო, მეც მგონია მარსალი ოჭველი უნდა გავიდეს. ხელით გავა მარსალი ჩემი. ანუ ნახე მესამე წითელი როგორ მიჯდებოდა, იცი? თუ მაკო სწორად იძახდა რომ აი რიცხვი შემესვალი დაგეგმდა ქონდა და მართლა ეგრე იყო, მაშინ ნუცა პატარა ნუცა უნდა ყოფილიყო ბოროტი, დიდი ნუცაც ბოროტი და მესამე მიჯდებოდა ისა გოლეთიანი რა. გოლეთიანი მარსალი რამ გაგილურჯა გთხოვ. მარსალი რატო გილურჯდება ესე გიჟივით რა? რამე გააკეთა? ანუ შედარებით, არ არის ლურჯ მარსალი არის დემონის კანდიდატი უეჭველი. უბრალოდ მარტო მაგას რო არ მივაწვეთ, რადგან გეგმაბე სლეიერი არსებობს თამაში, მე სხვას ვესვრი და ხელით გაიყვანეთ მარსალი რა.
ვაფშე თუ გინდა არც ის რომ ნახე ჩემი მოგდანდი. სალამი. რამდენი ვართ? აუ, რამდენი ვარ? ანანო. აკო ეს რა გაქვს? რაო? ის როლე რა. შენ გესურგინდა? მესროლე. ოღონ თუ მე მესვრის, ოფიკო დაცვას ჩემზე გადმოიტანს. შენზე? ხო. თუ მე მესვრი. დარ. ეხა უყურე რა ხდება. შენ ციფრი რამდენია დღეს? ისევ 0 მაქვს. პოიზონერი წავიდა? აუ, ეხა მარსალი ხო გუჯდება ერთ-ერთ დემონის კანდიდატად. ახლა მარსალი პირველი დღის არასთან ერთად და ისევ კი არის. აი, ანუ ტრისი რა არის? აუ, სპაისში რო იყოს. ფორტუნელარია ტრისი რა ვერი. ყველაზე მეტად რის მეშინია ისე ტრისი იყოს კაი, რომელიც გუშინ ამენთო და ეხლა რასაც უნდა ესე მატერიალი. ეხა უყურე. მე ვიფიქრე ეგ რომ შენ და ტრისში ერთი შეიძლება იყოს წითელი თქო. ერთი ვინმე წითელი არის შენ და ტრისში, მაგრამ სპაი არ გდება. სპაი არ იქნება. მაშინ ტრისი არ არის. მე მაშინ მე ვარ. მე ტრის გიქლიარებ. თუ ჩვენში არა მე ვინ ვინერებს საკუთარ თავს მარიამ პირდაპირ მაშინ. ოკეი. ორი კაცი ცდილობს მარტო თამაშის ამოხსნას იმ ინფორმაციებით, რომელიც რავი შეიძლება თვითონ მართალიც არ იყოს და დრანკები იყვნენ რა. მე ყოველთვის დემონად ვშდები, ეხლა არ მენდობიან და ბოლოს ამში თქო საერთოდ არ მენდობიან და პარალელურად დრანკი ჯერჯერობით ვერ ვიპოვით და შეიძლება იქ დრანკი მეც ვიყო. ამიტომ ეხლავე გავალ მე და მე როგორც უნდათ ისე ამოხსნან ეს თამაში. ესეთი შემთხვევაც არსებობს თავის დანომინირების. შეგახსენებთ რომ 3 ხმარი უბრალესობა ამ შემთხვევაში და რა ვიცი ის გადამრჩენია დავატრიალისტრები ხო? შენ თავის მართლება თუ არ გინდა? ანუ თავის მართლება არ მაქვს აზრი არ აქვს. ანუ ორმა კაცმა დრანკის სიმხლებით როგორ უნდა ამოხსნათ თამაში. ავაჩქარეთ საათი მეგობრებო გიჟივით დადის. ანუ არ არსებობს ოფიკო რა პირველივე წამიდან დაიწყეს ჩემი გაწითლება და ბოლოს ამში მე ჩამომახჩობენ. დამირჩენია ეხლა ვეგავით. ნომინაცია. მე ტრის ვანომინირებ. ოფიკო. ისმენთ. ანუ ნახე ეხა შეტევა რა არის რა. გავხსნი ყველა როლს, იმიტომ რომ ბოლოდან დიდი ალბათობით იციან და თუ მარსალი დემონი არ არის და თამაში არ დამთავრდა, მაშინ ბოლოდან ყველა ვარიანტი იციან. ერთი ვარიანტი არის რომ მარსალი გავა და თამაში დამთავრდება, იმიტომ რომ პატარა ნუცაც და დიდი ნუცაც იყვნენ ორივე წითლები და ეს მესამე წითელი არის დარჩენილი. მე ვაფშე მგონია რომ მაკოს და ტრისიც არიან წითლები და არის ეხა დემონი და პოიზონერი რა. ჩემი აზრით აქედან ერთ-ერთი რომ გავიდეს მაკოს და ტრის შორის ჯობია და რატო ანუ თუ ეხა მარსალი გავა ღამე მოკვდები არჩება ტრისი მაკო და ანანო ესენი თუ არიან დემონი და პოიზონერი მაშინ ანანოს რომელიც სლეიერია მოწამლავენ და ვერ გავიგებთ ანუ დემონს ესვრის არ ესვრის ანუ აზრი არ აქვს შეიძლება ახლა ანანოსი სადაც პოიზონი აქვს მოხვედრილი რა თუ არ გაგვიშვია ხო, ნუ ვაგიტომ მგონია რომ აი ხა ის როლოს ბარემ რაღაც მანომინირა. პოიზონერი თამაში აღარ არის და ეხლა ვისვრი თამაში აღარ არის პოიზონერი. პოიზონერი თამაში არ არის მარსალის გასული და მორჩეს. მორჩება, მე მჯერა მორჩება, მაგრამ მაინც ვისვრი ხა ტყუილ ახლა. ვისვრი ოფიკოს ეს როლი. არა მესროლე. ტრის არა, მაკოს უნდა ვესროლო ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაკო აქტიურებს ტრისს და ან ეგენი თიმი არიან. ან თუ ამათში წითელია, ან თუ ერთი წითელია, ეგ წითელი უფრო მაკო უნდა იყოს ვიდრე. მოდი მე დავატრიალებ და მაგამდე მოიფიქრეთ სხვა სულები რა ხდება თამაში. ჩემთვის მაკო არის დრანკი რა. ყველა ვარიანტი დრანკი შეიძლება იყოს. აი, მე ვარ სლეიერი და ვესური ტრის ვესური მოდი. ანანო რას ესვრი ტრის? აუ. რა არ ვიცი, რა ვესროლო, რა ვესროლო, ხა. კაქტუსს ვესვრი. აი ეს ორიგინალურად ქალთა დღეს ესროლა ყველაზე ბასრი ყვავილი. ანანო მტრის. ხო გითხარი. მე ხოდები. მორჩა.
მე ვიყავი დემონი, მე მაგას. მე მგონი ძალიან კარგად გადანაწილდა ხო როლები და მინდა შვაბა. ანანო მე მგონი რაღაც შემთხვევითი იყო ხო? კაი, რაღაც ძალიან უცნაური და ძალიან მოულოდნელი მოხდა, იმიტომ რომ შუა ნომინაციაში როცა ტრისი იყო დანომინირებული, ხელი არავინ არ აწია და უცბად Slayer-მა გაისროლა. Slayer-მა, რომელიც მთელი თამაში ფიქრობდა მარსალთან ესროლა თუ აი არ ვიცი, მაინც მარსალისკენ. მთელი თამაში დაათრევდა ოფიკო. მის ჯამთელობაზე ზრუნავდა. კი. ყოველ ჯერზე მოდი ახლა აი კაქტუსიც აქვეა, კი. და მოდი გასაგებია ვიცი თქვენთვის გამოსული მოთამაშეებისთვის რაღაცები ამოიხსნა. ვარ ვერ დამალა. მაგრამ მოდი დამიუთოთ ყველა. მოვიაროთ ერთი გრიმუარი კოხტად და ლამაზად. და ეს ამდენი ბედნიერი სახისთანო ხო მეც გამაბედნიერა. მიხედავ იმისა, რომ გულის სიღრმეში ტრისისკენ ვიყავი, ისე ნერვიულობდა. დავიწყოთ იქიდან, რომ ხო, აი გვანცა ტყუილად გააგდეთ. არევდა თამაშს, მაგრამ იყო აუთსაიდერი და რა თქმა უნდა იცით რომ 10 კაციან აუთსაიდერ თამაში იქნებოდა ერთი სხვა აუთსაიდერიც, მაგრამ რადგან არავინ არ გაიხსნა, დიდი ალბათობით ეს იყო ვინ? დრანკი. მართალი ხარ მაკო. და მადლობა ნუციკის, ვინც ეს ორი ადამიანი შემოაბრძანა ჩვენს ლომას ქალაქში. ამ ქალაქს ყავდა მესაფლავე ჩვენი მარიამი, რომელმაც ორჯერ ამოთხარა ბარონი და რავი, რატომაც არა კი რეკლუს დაინახა ბარონად და ნამდვილი ნუსიკი დაინახა ბარონად, მაგრამ ამ ქალაქში იყო ასევე ძალიან სასტიკად მოკლული მრეცხავი ქალი ჩვენი დემონის მიერ, რომელიც ხედავდა თავის პინკს, ხუთელს ძალიან სწორედ ოფიკოში, რომელიც იყო დღევანდელი დღის გმირი, რადგან ორჯერ ზედიზედ დაიცვა ძალიან წარმატებით Slayer-ი, ისრების მტყორცნელი ანანო. ხო, მე მგონი გაამართლა ანანომ ოფიკოს იმედები. კი, ძალიან კარგი წვილი იყო. რომელსაც გაისროლა ის არის არა მერისკენ, რომელიც იყო მარსალი და არა ნუციკი. არამედ ჩვენი დემონისკენ, ტრისისკენ, რომელსაც ყავდა კი მოადგილე სკარლეტ უმენი, მაგრამ ვერც ვერაფერი ვერ გააკეთა. მე მგონი აი მარიამის თავგანწირვა დასახვა იყო გადამწყვეტი რატომაც. მოდი დაამიუთეთ მეგობრებო, სტუმრის რეაქცია მაინტერესებს პირველ რიგში და თქვენ რეაქციას სახაზე ვკითხულობ. ანა, ელოდებოდი ამ გამეს? მარიამის გადაწყვეტილება არ ველოდებოდი. ნუ პირველ რიგში ახლა ფორტუნას თქვენსკენ იყო, მოდი ვაღიაროთ, იმიტომ რომ ბოლო ნაბიჯი აშკარად ფორტუნის ქალღმერთს ეკუთვნოდა. მაგრამ მარიამის თამაში იყო ძალიან საინტერესო, რომელსაც მართლა აწითლებდნენ მთელი თამაში და რაღაცნაირად აქამდე მოიტანა თავი და ბოლოს თავი გაწირა, ეგ ძალიან საინტერესო იყო, არ ვიცოდი თავის ნომინირებას თუ შეიძლებოდა. ასევე მთელი ჩემი გულით ბალეშიკობა ტრის, რომელიც მოკვდა სანამ აქამდე მოვიდა და ძალიან კარგად შეეწყო მაკოს, აი ეგ რო ის უნდა მოერჩია და დამჯდარიყო ზედ და ეკბება თავის ინფორმაციებით, თან აი როგორ ზუსტად და ინფორმაციებს ძალიან მეცნებოდა, თქვენი ყურები იყო ჩემი საყვარელი ნაწილია. თან ჩვენთან რო ნერვიულობდა და გავიდოდა და ესე იგი ცივი სახით პოკერფეისით ყველას ატყვევდა და მე ვაიმედ რა ვქნა. არ ვიცი, ტრის შეგიძლია რამე ანუ გასაუბრებაზე მიიტანო ეს ვიდეო როგორ შეგიძლია ადამიანებთან სტრესულ სიტუაციებში როგორ მუშაობ. და ძალიან უცნაური შეთანხმება შედგა თავიდანვე, მინდა აღვნიშნო ოფიკსა და ანანას შორის. აი რაღაც უსიტყვო დენდნენ ერთმანეთს. არ ვიცი აი ეგ რა კონექტი იყო, მაგრამ აი ეგ კონექტი რო არა, ყველაფერს ხონერად წავიდოდა თამაში და ძალიან საინტერესო იყო. გული დამწყა ფუნქციებზე, რომლებიც უფრო ადრე მოკვდა. ნუ არა ოდესღაც რომ მომკვდარ იყვნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს თავის თამაშის სრულიად თამაში და რა ვიცი. საინტერესო იყო, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ სხვა დროს. ძალიან დიდი მადლობა. ერთი ეპიზოდი გვექნება, სადაც ჩვენს სტუმრებს მოვიწევთ და მე უკვე ესე ვათამაშებ თანაბარ პირობებში რო იყო, იმიტომ რომ როგორც ხედავ, აქ ძალიან გამოსილი მოთამაშეები არიან და აქ ჩავარდნა მეც მარტო ტერმინოლოგია ვიწერდი ფურცელზე რაღაცა. კი.
ძალიან დიდი მადლობა ანა. ძალიან კაი თამაში გამოვიდა მგონი. აი როგორ იცი პირველად რომ ამ ვიდეოს უყურებს ადამიანი, მოუნდება რომ კიდე უყუროს და ჩაუჯდეს ასე ვთქვათ. და მახვაკედან მანიშნებს ესე და თქვი რა ხდება. ხო და ეს ვიდეო თუ მოგეწონათ აუცილებლად იმსახურებს ჩვენი არხი და ლაიქებას, გამოწერას და ასევე ზარისგლაკი ჩართვას, რომ არ გამოგჩეთ მომდევნო თამაშები და საინტერესო კონტენტი, რომელსაც გიმზადებთ და ვცდილობთ რომ ყოველკვირეულად დავდოთ. მოდი ახლა მე და ანა გავალთ და მოვიფიქრებთ ვინ შეიძლება იყოს ამ თამაშის MVP. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ნახოთ ჩვენი სტუმარი რას გადაწყვეტს. მე და მარიამი გამოვედით გაოფლილები, გასისხლულები, არანაკლები ჩხუბი და ომი გადავიტანეთ, მაგრამ კონსენსუსამდე ვერ მივედით და ვერნაერად ვერ შევთანხმდით ვინ იყო ამ თამაშის საუკეთესო მოთამაშე. ამიტომაც გავიყავით ორ ნაწილად. მე მეყოლება ჩემი საუკეთესო მოთამაშე, მარიამს ეყოლება თავის საუკეთესო მოთამაშე. მე დავასახელებ, რატომ მგონია რომ ჩემი საუკეთესო მოთამაშე იყო ნახევარი ქულით უკეთესი მოთამაშე ვიდრე მარიამის მოთამაშე და მარიამი შეიძლება პირიქით დაგარწმუნოთ და მე თქვენ მიეცით ხმა მაგორიდან რომელსაც თვლით სწორად. ჩემი აზრით სლეიერის ფუნქცია ანანომ შეასრულა 100%. დაწყებული იმით რომ ამ როლში როგორც კი შევიდა, ეგრევე ამოირჩია ვისენდოს. მას დაავალა ფუნქცია რომ დაიცვა, რასაც ის პირნათხ დაკეთებდა მთელი თამაში. მე მგონი ანანო იყო პირველი, ვინც ეჭვი შეიტანა, რომ შეიძლება დრანკი ყოფილიყო და არასწორი ინფორმაციას ავრცელებდეს მაკო და ხა იმით 50-50-ზე და ცოტა ფორტუნის დახმარებით, მაგრამ სწორად მოყვა დემენი. ანუ მის ფუნქციაში რაც იყო, აი KPI-სები რო დაუსვათ, ყველაფერი გააკეთა. ამიტომაც ჩემი აზრით საუკეთესო მოთამაშე არის ანა. ხო, ან ძალიან ვეთანხმები. ძალიან მიყვარს ანას თამაში ზოგადად ისედაც და ყველას თამაში მიყვარს, მაგრამ ანუ რაღაც დამახსოვრებლად თამაშობს ხოლმე რუხი კარდინალივით. აი მაკო არ ყოფილიყო დრანკი, ქონდა პოტენციალი რომ მიახლოებოდა ვარსკვლავებს, მაგრამ გვერდზე რო ტრისიკიძის იმპიბოდი შეხა სხვანაირად ვერ წავა თამაში. ასევე ანუ აი რა ყველაზე შემიძლია ვთქვა რა, გვანცადან დაწყებული რომელიც ნაადრევად მოკლეს და ანუ ყველა რაღაცა სცენარში ყველა დაიმსახურებდით ჩემი აზრით MVP-ს წოდებას. ანანასთან ერთად ჩემი აზრით MVP-ობას ოფიკო იყავს პირველ რიგში, იმიტომ რომ რავი, ანუ აი როგორ თამაშობდნენ იცი, რაღაცა ჭადი და ყველი და შერლოკი ვოტსონივით და აი ტრის ანაც ამბობდა კარგი არ ვიცი რატო გარისკა, მაგრამ ოფიკო რომ მოეკლა თქვათ სლეიერი შესუსტებოდა, ანუ ჭადრაკის სულებივით უნდა გაეთვალა, მაგრამ ტრის რამდენადაც ძალიან ენდობოდა ანანოს უცბად მერე მოხვდა მახვილი ზურგში, მაგრამ ანუ ბევრი ვარ გავაგრძელოთ, ძალიან კაი თამაში გამოვიდა, ხო? მაგრამ ოფიკო თან ძალიან სიმბოლურია, რომ წინა წლის 8 მარტის თამაშიდან შემოგვიერთდა და თან შედარებით ახალბედა მოთამაშეა და მინდა რომ რაღაც მოტივაცია არა, თან იმსახურებს 100%-ით. არა, რა თქმა უნდა, ხო, კი, უბრალოდ სიმბოლიკას გავუსვი ხაზი და მე მგონია რომ ჩვენი არომა, ჩვენი მეგობარი ორივეს გადასცემს თავის ძალიან ლამაზ ბოქს. და გავუგზავნით უახლოეს დღეებში ჩვენ სტუმარსაც რა თქმა უნდა შეხვდება ეს ბოქსი, რომელშიც იქნება ავტოპარფიუმები, სხვა შორის ახალი სურნელები და ამატეს და ესეთი პატარა სლოგანი აქვს, რომ შენი საყვარელი სუნამო ავტომობილში და ძალიან სასიამოვნოა ხოლმე მართლა ამ სუნამოს შეგრძნობა, როდესაც ჩაჯდები სალონში და ესეთი იაპონური ჭხირების ჩასადები კერამიკა, რომელიც მეც მოგვცა ძალიან მომწონს ხოლმე, როცა რავი ვარჯიშობენ რაღაც მინდა რომ სახლში სიმკვიდროა შეიქმნას. და რა თქმა უნდა ჩვენს უშენიერეს სტუმარს მოაზროვნეს და უკვე ყველაზე აზარტულ სტუმარს რაც გყოლია მგონი გადავცემთ PGR Games-ის თამაშ გორგასალს და იმედია უკვე პირადადაც გავიცნობთ ჩვენს ახალ კონტენტთან მიმართებაში, როცა მაგიდასთან შემოგვიერთდება. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო. ძალიან დიდი მადლობა ყველას. მე შემხვდა კაპი. შეხვდა სამკაპი და კაქტუსი.
ლივერპული PSG-ია 12 საათზე და მაგას რომ მივუსწრო დაიანანო ნაკრების მაისური თავს მიქნას. კი, უხდებით ხედავთ ყველაფერს. იმედია მანდ მაინც წააგებ. ჩემს ნამდვილ ცხოვრებაშიც გადმოვიდეს ეკეთოს ფეხბურთზე ხუმრობას ვიჯებდი. მადლობა კიდევ ერთხელ გამოიწერეთ Mastermind-ის არხი და რავი შემოგვიერთით Discord-ზე და შეგიძლიათ რა ამ გოგოებით ითამაშოთ თქვენს პრინციპში არც ერთი არ ყოფილა აქედან ჩემი ახლო მეგობარიან ნაცნობი ყველა გავიცანით ამ თამაშით და ამისთვის მადლობა Mastermind-ს და ხოს მოდი ძალიან დიდი მადლობა პედნიერა და ანა განსაკუთრებული მადლობა შენ კიდევ ერთხელ მადლობა მადლობა ძალიან კარგად კარგად